მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ვისაუბრო ჭიათურაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მინდა ზოგადად მოგახსენოთ რა ხდება და გითხრათ ჩემი აზრი, თუ რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ უკვე მე-10 დღეა რაც მიმდინარეობს პერმანენტული აქციების მართავენ ჯორჯია მანგანეზის თანამშრომლები, მაღაროელები და რა თქმა უნდა მთელი ქალაქი ვართ მათ გვერდით, არათუ მათ გვერდით ვართ, თითოეული ჩვენგანი ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჯორჯია მანგანეზის თანამშრომლების და მაღაროელების ან მათი ოჯახის წევრების პრობლემა, ეს არის მთელი ქალაქის პრობლემა, რადგან ეს ქალაქი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დგას რეალურად ამ კომპანიაზე, ჯორჯია მანგანეზე და ამ კომპანიის არსებობა თუ არ არსებობა რეალურად წყვეტს ჩვენი ქალაქის ბედს, მის არსებობას თუ არ არსებობას. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის ვალია, რომ ამ პროცესებში, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი პოზიტიური წვლილი შევიტანოთ და ელემენტარულად დავდგეთ ამ ადამიანების და ამ ჩვენი ქალაქის გვერდით. რაც შეეხება ზოგადად პრობლემას, ეხა ეს არ ახალია პრობლემები ამ საწარმოში, ამ კომპანიაში და ყოველწლიურად მე არ მახსენდება წელიწადი, რომ აქ რაიმე დიდი პრობლემა არ ყოფილიყოს. თუმცა ამ ბოლო ამბავზე ვისაუბრებ, ჯორჯია მანგანეზმა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა დროებით საქმიანობა და როგორც ამას კოლექტიური ხელშეკრულება ითვალისწინებდა, დასაქმებულები გადაიყვანა 60%-იან ანაზღაურებაზე. ანუ ხელფასის 60%-ს ურიცხავდა ყოველ თვე. ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო თებერვლის ჩათვლით, ხოლო 1 მარტიდან უკვე კომპანია ჩვეულ რეჟიმში უნდა ამუშავებულიყო და შესაბამისად დასაქმებულებიც ჩვეულ სისტემაზე გადასულიყვნენ. ეს ყველაფერი თებერვლამდე ხორციელდებოდა, ანუ 60%-ს კომპანია დასაქმებულებს ურიცხავდა, ხოლო თებერვალში უკვე ეს 60%-იც აღარ ჩაურიცხა, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვა აღშფოთება, ნებათაღელვა და ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ და უკვე იმართება პერმანენტული აქციები. და მთავარი მოთხოვნა, ასე რომ ვთქვათ, არის ამ აქციის, რომ წავიდეს ინვესტორი და ეს კომპანია გადაიბაროს სახელმწიფო. ეს ახლა ჩვეულებრივი მოვლენა რო იყოს, რა თქმა უნდა, 100%-იანი ამბავი იქნებოდა, რომ ინვესტორი, რომელიც ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, უნდა წავიდეს და სახელმწიფო გადაიბაროს ეს ყველაფერი და საწარმოს მართვა. მაგრამ აქ საქმე ის არის, რომ ამ კომპანიას უკვე მართავს სახელმწიფო. რეალურად მესაკუთრე არ არის სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფო მართველი უკვე მერვე წელია, 2017 წლიდან დანიშნულია სასამართლოს მიერ სპეციალურ სახელმწიფო მმართველი და ეს ადამიანი სახელმწიფოს წარმომადგენელი მართავს ამ კომპანიას და რეალურად 2017 წლიდან რაც ხდება ამ კომპანიაში, უშუალოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. აქამდე რომ მივიდა კომპანია, ესეც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ეს კომპანია იმართება ძალიან არასწორი მეთოდით, ფაქტიურად გაუმჭირვალეა ყველაფერი. უამრავი ისეთი გაურკვეველი ხარჯი აქვს კომპანიას. შექმნილია რაღაც საშუამავლო ფირმა, რომელიც ათეულობით მილიონ მოგებას იღებს ყოველწლიურად და არ აკეთებს ფაქტიურად არაფერს. ნებისმიერი დასაქმებული იქნება ეს თუ ნებისმიერი რიგითი ჭიათურელი დაგიდასტურებთ, რომ ეს კომპანია არაფერს არ აკეთებს და არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ ათეულობით მილიონი ილექება ამ კომპანიაში. დასაქმებულები და გაფორმებულები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არათუ მანგანუმის წარმოებასთან, საერთოდ ჭიათურასთანაც არანაირი შეხება არ აქვს და ნამყოფებიც არ არიან, ისე იღებენ კოლოსალურ თანხებს. აქ საუბარი არის 10,000, 15,000, 20,000 ლარიან ხელფასებზე და როდესაც მაღაროელებს ეუბნებიან ხოლმე, რომ 8 მილიონი თუ 8 მილიონი ნახევარია თურმე სახელფასო ფონდი ყოველთვიური, არავინ არ იცის ეს რეალურად მაღაროელის წილი რამდენია ამ თანხაში და რამდენია ამ ეგრეთ წოდებული მენეჯმენტის წილი ამ თანხაში. ასევე 1000 უაზრო პროექტს ახორციელებიებს ხოლმე ხელისუფლება ამ კომპანიას და შესაბამისად იმართება არასწორად. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ინვესტორიც არის ძალიან არაკეთილსინდისიერი, ფაქტიურად ორ ცეცხლშუა არის, ასე რომ ვთქვათ, ქალაქი და დასაქმებული. ერთის მხრივ არის არაკეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც არც სახელმწიფოს შემოსვლამდე არაფერს არ აკეთებდა ღირებულს ამ ქალაქში და არ იქცეოდა კარგად და მეორეს მხრივ არის არაკეთილსინდისიერი სახელმწიფო, რომლის შემოსვლის მერე პირიქით დამძიმდა მდგომარეობა ამ ქალაქში, უფრო მეტი მტაცებლური მოპოვება წავიდა და უფრო მეტი, ასე რომ ვთქვათ, ხარჯი აქვს ამ კომპანიას და შესაბამისად ამ ორი მხარის, ასე რომ ვთქვათ, ჭიდილში დაზარალებული გამოდის მხოლოდ და მხოლოდ დასაქმებული და ქალაქის მოსახლეობა.
კეთილსინდისიერი რო იყოს კომპანია, როგორ მოიქცეოდა ჩემი აზრით, დაუჯდებოდა თავის დასაქმებულებს და აუხსნიდა ამ პრობლემებს, ეტყოდა, რომ აი ამ ამბავში შემოდის სახელმწიფო ჩემთან არასწორად, აი ამას მიკეთებს არასწორად და ჩემ გაგდებას ნუ კი ითხოვთ ამ ქალაქიდან, დამიდექით გვერდში, რომ სწორად ვმართოთ ერთად ეს საწარმო, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა კომპანიას, იმიტომ რომ არაკეთილსინდისიერია. ეს კომპანია აბრალებს თავის ამ ყველაფერს არა სახელმწიფოს, არამედ დასაქმებულებს აბრალებს და იმ დაზარალებული სოფლის მოსახლეობას აბრალებს ხოლმე თავიანთ განცხადებებში და ბოლო განცხადება რაც გააკეთა კომპანიამ, თქვა რომ აქ თურმე რაღაც გერმანული კომპანია ჩამოიყვანა, რომელსაც შეამოწმებინა ეს მაღაროები და დასკვნა დაუდო გერმანულმა კომპანიამ, რომ არარენტაბელურია თურმე ეს ყველაფერი და უნდა გააჩეროს ჭიათურა და გააჩეროს მაღაროები, რაც არის ფაქტიურად ქალაქის სიკვდილის ტოლფას. თუ არარენტაბელურია ეს ყველაფერი, თუ გასაჯაროება არაფრის არ გინდათ თქვენ, მაშინ კეთილი ინებეთ, ადექით და წადით ამ კომპანიიდან და ეს კომპანია გადააბარეთ რეალურად ხალხს და გადააბარეთ სახელმწიფოს ეს კომპანია. და ჩვენ ის მაინც გვეცოდინება, რომ სახელმწიფო არის ანგარიშვალდებული პირადად ჩვენთან. ამ ხალხს ის მაინც ეცოდინებათ, რომ ვიღაც კალამოისკის კი არ დიონ უკრაინაში, ან ამერიკაში, ან სადმე სხვაგან რომელიმე ქვეყანაში. სახელმწიფოსთან მივა ეს ადამიანი და მას მოსთხოვს პასუხს. ჩემი აზრით, სულ ორი გამოსავალი არის ამ ყველაფრიდან. პირველი არის ის, რომ რაც ვთქვი, თუ სახელმწიფო ჩამოშორდება ამ ინვესტორს და მხოლოდ მონაწილეობას მიიღებს არა ფულის ამოღებაში კომპანიიდან, არამედ კომპანიას აიძულებს სწორად იმუშაოს და ის თანხები, რასაც ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები იღებენ, მოხმარდება დასაქმებულებს და ქალაქს, ეს არის ერთი ვარიანტი, მაგრამ ამის იმედი მე არ მაქვს, იმიტომ რომ სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ დაანებებს ამ კომპანიას თავს. მეორე არის, რომ ინვესტორი გაუშვან, სახელმწიფომ გადაიბაროს ეს ყველაფერი და ის მოგება, რაც ინვესტორს რჩებოდა, მოხმარდეს, ასე რომ ვთქვათ, დასაქმებულს და ქალაქს. მე სინამდვილეში ამის იმედიც არ მაქვს, იმიტომ რომ ამათ იმხელა მადა აქვთ, რომ იმათ წილსაც თვითონ წაიღებენ და არაფერს არც დასაქმებულს და არც ქალაქს არ მოახმარენ, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, რომ უკვე ესენი აშავებენ პირდაპირ. მე დღესაც ვიცი, რომ სახელმწიფოა ამ ყველაფრის თავი და სახელმწიფოს დანაშაულია ამ ქალაქში რაც ხდება, მაგრამ ბევრმა არ იცის. ჯერ კიდევ სახელმწიფოს თხოვთ დახმარებას, ხო და მინდა მე პირადად, რომ წავიდეს ინვესტორი, გადააბაროს კომპანია სახელმწიფოს, თუ არარენტაბელურია, მით უმეტეს ყოველგვარი სასამართლოების და რაღაც დამატებითი დავების და ხელისშეშლის გარეშე ქნას ეს ყველაფერი და ეს ადამიანები თუ აქ ყველაფერი კარგად განვითარდება, სახელმწიფო ააყვავებს ამ ქალაქს და ისე მართავს ამ კომპანიას, რომ ყველა აკმაყოფილი იქნება, პირველი ვიქნები, ვინც ტაშს დაუკრავს ამათ და შეაქებს და იტყვის, რომ აი თურმე რა კარგად შეძლებია ჩვენ სახელმწიფოს ამ ყველაფრის მართვა და თუ ისე გაგრძელდება ყველაფერი, როგორც აქამდე იყო, ამ ხალხს ის მაინც ეცოდინება და ის მაინც გვეცოდინება ყველას ერთად, ვის მივმართოთ, ვისთან მივიდეთ და ვინ არის უშუალოდ ანგარიშვალდებული ჩვენთან. ამიტომ ეს ორი გამოსავალია და მე ვფიქრობ, რომ სიმართლე არის თავარი გამოსავალი, უნდა ვთქვათ სიმართლე და მოვთხოვოთ იმ სახელმწიფოსაც სწორად მოქცევა და არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ რეალურად ყველაფერს დავარქვათ თავისი სახით.